სალამი ძმდებო, მოგესალმებით ისტორიაში პირველად საეჭო კაცში სტუმარია ქალბატონი ანასტასია ბენდუკიძეა ჩვენი სტუმარი. უამრავი უნივერსიტეტის პატრონი და შეიძლება ითქვას, რომ იმ ორი ბიჭის პატრონიც იქ რო გიზია ხოლმე სახელები ვერ დავიმახსოვრე. ალბათ ხვდები რამდენად ვიშოვანი ხარ მაგალაციაში. ბრელოკები რო კიდია ხოლმე, თუ რა ვერ ვიგებ, ანუ მართლა ორი ტიპი რო ბრელოკად არის, სახელებს ვერ მახსოვრებს. რომ აკონციალებენ ეს. არა, საერთოდ ასე არ ფიქრობ, მაგრამ ოკეი. წინაზე არც რა გავიკეთე ანასტასიაზე, რაც არ უნდა თქვას მე არც რა, თუმცა ისეთი რაღაც თქვა დასაწყისში, რომ მაინც მომცევა და მორყეული ვარ. მე და ანასტასია დღეს შევეჯიბრებით, ანასტასიას სული იქნება გაყოფაში. უნდა გავიყოთ. რაღაცა წილი უნდა გავიყოთ, ანუ აი მოვიდა კიტრი, შუაზე უნდა გავყოთ და ვის ახლო იქნება და სწორად გაყოფს, ის მოიგებს 500 ლარს. 500 ლარიას მზად ხარ ანასტასია? მე დავიბადე მზად ამისთვის. პირველად რა შემოვედი, ძალიან განსხვავებულად გამოიხურებიო და არა ორსულად. და კიდე კაი რომ აი ხა დანდობა მაშინ იყო. ორსულად ანასტასია და იყო დანდობა, ეხა დანდობა აღარ იქნება. არ ვარ. შემეთყო კიდევაც ალბათ. მაგრამ იცი რა, მე ვაბრალებ შენ. იმიტომ ჩემი შვილი არის რაღაცა ოდნავ არა ადეკვატური. და ვფიქრობ, რომ შენ და ჩემ შვილს, გოგო ქალიშვილს, თქვენ გაქვთ ორი ერთგივე საყვარელი სიტყვა. და იგივენაირად მე აი ესე ვფიქრობ, შენ როგორი ხარ, აი ესე ვფიქრობ შენზე დაახლოებით. რა სიტყვა? ხო, პირველი, ანუ დილას რო იღვიძებს, ამბობს ნიამ, აი ესე ამბობს. და მეორე საყვარელი სიტყვა არის ძუძუ. დაახლოებით ვფიქრობ, რომ აი შენ ალბათ ასე ხარ. მე ძუძუს როდის თხოვე? არ ვიცი, მაგრამ ნუ ჩემი შვილი ეგრე ამბობს, ძუძუ. სადმე მისგავს ძუძუ რა. ოღონ ძუძუ არა. ნუ მე ასე ვფიქრობ შენზე. შენ ხო თქვი რომ შენ კიდია რას ფიქრობო. და ანასტასია, პოდკასტზე რო იყავით, იმის მე ვიდეოზე. ცნობადობა მოემატა. პოდკასტის მე ძალიან ცნობილია. მართლა ის ტიპის ცნობილია, იმ ტიპს ცნობ მარტო. ისიც იმიტომ რომ სტუმარად იყო ჩვენთან. ხო, სხვადასხვა ძალიან ხშირად ხალხი მოდის ჩემთან და მეუბნება ძუძუ. ეს შენ. მეუბნები რომ ვაიმე საერთო კაცთან რო იყავი, ძალიან კარგი იყო. და ანუ მინდა გითხრა რომ საერთოდ ის ხალხი რომელიც მე არასდროს არ ველოდებოდი რაღაცა, აი 16 წლის გოგო რომელიც აი სინაზე რაღაცა ეგეთი და ვაიმე თქვენ იყავით თუმრად საერთო კაცთან და მე ეს რატო? ჩვენ რატო ვიყურეს? ხო. და ის სამნინო ზიხართ იქა და პრობლემებზე ვსაუბრობთ. რაღაცაზე. არის არა, რავი, მაგ თქვენგან გამომდინარე თუ იმჯერთ, მარტო ის არის ქვეყანაში კლაურია პრობლემა, მეტი არაფერი. რომ მეტი იქ არაფერი არ ისმის. საერთოდ ეგრე არ ამგონია, მაგრამ ნუ ოკეი, შენ ის არის, მართლა. ხანდახან ესე წყლიპოტვე მეარტყა ხოლმე, ეს ორი ბიჭი რო გაქანავდეს, რომ რამე როლი რო გქონდეს, ხო შეიძლება რა. შენ ხომ არ გინდა მოსვლა? მოვალ, მე ერთხელ მოვალ, უბრალოდ არ ხართ ჩემ მზად. შენთვის? აი, ჩემთვის მზად არ ხართ, იმიტომ რომ რაღაცით მეტი ხო უნდა იყოთ სტუმარზე, რომ მინიმუმ დასცინო. ვიზუალი. ოკეი. წარმატება. ნუ უნივერსიტეტი არ მაქვს. უნივერსიტეტი არ ხო მაქვს. იცი, ანუ შენ მე აქ დანა მაქვს და რაღაცა, ანუ რამე რაღაცა უცბატა ჯა. ზუსტად ნახევრად დაჭრილი. რაც უნდა დაიწყო ჩვენი გადაცემა, მეგობრებო. დავიწყოთ, მოდით დავიწყოთ. მეგონია რომ ერთწყე არ უნდა გადაყალბო ადამიანმა ამის დანახვაზე, იმიტომ რომ ყველაზე დაბალი დონის კალბასია. ძეხვი, ქართულად ძეხვი, გასწავლე ქართულს არა უშავს. ეტა კალბას. ეტა კალბას? ინაკლეო ესე გავუჭა რა. არა მგონია შენ შეგიძლია ასე დარჭა. ჯამში იქნება 9 ტური, 9 მასში შევეჯიბრებით პროდუქტის გაჭრაში და პირველი არის ძეხვი. ეს თუ ძეხვია არ ვიცი, მაგრამ რატო? შენ როგორ გზნობ თავს ესე რომ ხელში რო გიჭირას? მე თითქოს მინახავს ძალიან ბევრჯერ. სხვისი ხო არ შენი არა, გასაკეთია. ხო. არ ვიცი. სხვისი ძეხვი. გაჭერი რა. ოკეი. აი ეგრე მარტივად? რამე რაღაცას შოუს გარეშე.
ბიჭო, რანაირად არის ეს? ჩვენ ამას არ ჭამთ, ხო? თორე ვაჭმევდით. ტარა, მე დავიწყებ. მაგითო არც ერთი ქალი არ იყო მოსული საერთოდ. 4 გრამის ხოვება. არა. 5 გრამია ხოვება. და მის ძებ უფრო დიდი იყო, ჩამოსხმისას, იმიტომ 401 არის, ზუსტად იგივეა. 406-ია. შენ ზუსტად ეს გეუბნები, ხო? შენ ვა. მისი ძეხმი უფრო დიდი იყო. ეს სად იყიდია ჩიკო? გუდვირში. ანუ იაფიანი ძეხვია? მართლა, არა, ელფოზო ცეცით ცუდი არ არის მგონი. ბიჭო, გაფუტებულია. შენ? გასიმო რა? არა, შენ იცი როგორ ქეთდება ძეხვი? არ მითხრა. ხო, არ გინდა. ჩემ მენსტრუაციაზე უარესი. წენი არა, წენი. დავაი. ანუ მე ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს, იმიტომ რომ თითი არ მოიჭრა. კულინარიულ შოუში ვარ ნამყოფი და ისე ის იქ რანაირად, ანუ რანაირად ალბათ უნივერსიტეტში რო ქონდა მაგიტო, თორე იქ რა გინდოდა შენ? ანუ კვერცხის შეწვა არიც კი არ გიყვარს. ხო, მაგრამ ფირში გემო მაქვს. არ მკითხოთ ვისი, მაგრამ ვინე, გვერდზე წაიღო. ხო, მაგრამ ჩვენ რა გინდა? რა გინდა, ბიჭო? კი. ნუ რადგან აქ გრამებზე არის საუბარი. რა ზედით? არ შეგიძლია, არა. არა, ეს ამოიღო. მე კი არ მოვჭრა. იქით დარჩა? კეთილად. მიდი. ვითომ არ გაჭრა? всё, 178 და 157. არ უნდა ასეს 78, 38, 31 გრამი არის. 31? 37, ხო? 31 გრამი. 31 გრამი არის სხვაობა. ვინმე, რაღაცა ხო გაფუჭ. დადე. მიდი. ხო, გასაგებია. 62 თუ რაღაც, ნამშობა. 63. თქვენ ამას უბრალოდ ნაყავს ვიყრით? ხავს? ვინმეს? არა, ამას ძახს ვაჭმევთ. ოკეი. და ეხლა მითხრა მოვიდა. ხალვა როგორ მიყვარს? არ გიყვარს ხალვა? ოკეი. პლატ ისე რომ აი მივგიჟდები. ეგრე არა. როგორც შენ. ვაიმე. ოზურა. ბა გაძრა. ახლა დადე. რაც გაძრა, დადე. ნახევარი გაძრა შეჩემა და რანაირად? უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ნახევარ კილოიანია და 258 გრამი არის და რანაირად ნახევარ კილო ხო იყო ბიჭო? 12 გრამია სხვაობა? გრამი თქვი რა. 14 გრამი. 14, ხო, 14 გრამია სხვაობა. შენ ახლა უნივერსიტეტი გაქვს და მაგიტო იცი თუ არა თორე. რა, დადე. რამდენია?
263. იგივე როგორც მას. 263. ჩეთერობს რაღაცებს. არა, ნუ მართლა ეს ხო ნახევარი ის აქ მაქვს დათოვებული და ეგრე როგორ არის? ნუ ნორმალურად შეგოხარ. 11 გრამი არის ხაობა. 2 ეხლა არა დაჟე ნაკლები, უკაცრავად 8. 2 იდოს ეს არა? არ მინდა არა იდოს. მარტო ყოველთვის ძალიან გემრიელია. მოიტა რა. დაბა. მისი უკვე ჩემი საჭიროა. შენ უკვე დაჭერი მას? არტურ. რა? გაჭერა. გაძღა. გაჭერი ცხენი შუაზე. მას უნდა გამოსცემდეს. არ გამოსცა ჩემმა. აი, ჩენი კენიკე პაი. მაგრამ მე აუნდა. აი, ადამიანი. ცუდად გაჭრა. გაუში ხელი. არა, ამის გადმოვიტანო. დავდო თუ ხანასტასიელს. აჰა. ანასტასიას ფილმალა, მაგრამ ხალხი ნახავს. იცოდე. არა მგონი რომ ეს ჩემი ჯერი არ იქნება. აუცილებლად. 15 გრამი არის ხაობა. არა, 25 ბოთლი. 25 რა 15 თუ არის თუ არა. ზუსტი. 1 გრამი არის ხაობა. ასე ამას იმას ვთქვი შევცვლი ხო და შეიძლება. არა, კაი 1 გრამი 1 1 გრამი. გრამი. 2 თორ. ხდებიან როგორ ვიგებ მე თუ ვიგებ? ხა. ყველი მოვიდა. სერიოზული რაღაცა მე ველოდები რომ რაღაცა იქნება რომ უნდა მოვამზადოთ. მე კი ვიფიქრე რომ ჩემი დანა უნდა ჩემი დანით უნდა მოსულიყო, მაგრამ აბა მხარ ბაზარში გამოსვიდა. მანიპულაციები არ შეიძლება. არა, გაგიქვირდა შენ. ესე გაჭერი ესე. აუ რა თქმა უნდა. არა, ესე გიჩენია ხამეტ ანასტასია, რა. ეხლა ჩემი და ეხლა ჩემი დადებაა, ხო? 2 თორია ანაში. გაუში. არა, 21 გრამი. 21 სადაც ბიჭო, ყველი ის არის მძიმე ჩხირებია. 27. 27. ის ნახე იმას რომ ბალიშკობს. რა ნაბარი ხარ, ბიჭო. ჩვენი სპონსორია ბეტსონ სპორტი, დიდი მადლობა მას იმის რომ აი ეს ყველი გვაქვს. ისა გვაქვს. სერიოზული სუფრა. ეს რა იმას ყველი. შეიძლება გაგიჟდე. ხალვაზე, ხო? აუჩი, ბიჭო. კი, მე უკვე გასინჯე. როდის გასინჯე? რაღაც ნამწეწი. წეგან ინაშვებოდი, ჭამდი და მითი. არა, მართლა ხავა, აი. მართლა ძალიან კარგია. მართლა არის ტოპ. ეხა მოვიწყდი. არა, უბრალოდ თითი მქონდა იმაში ხალვიანი ხალვაში. სოფო ვინა? ხალვაში. მომე თორე გაძღა ეს აქა რა. და ვარ, მედი. ვიგებ 3-1-ია. არა, 4-1. 4-1 და აი, ნუყრი, ხალვას ნუყრი. აი, ისე გაჭრა მიწყე. მოვიდა. ამას წვენი გაუვა. ამას მოვაცლი და ამას გავჭრი. კიდე
რამე ჯამი ვის მენანება ის ყველი. ხალვაზე დაადე. ფრუტ ნინჯა გახსოვს? არის ანანასზე დამახსენე. ხო, მაგრამ შენ თამაშობდი, ეხლა ვინმე თამაშობს კი, ფრუტ ნინჯას? უამრავი ხალხი. 2 მილიარდი გადმოწერა აქვს. სამყაროს ნახევარზე მეტი. მაგრამ 8 მილიარდი ვარ. რამდენი ვარ? 8. მართლა? თვითონ როგორ მოგვიმარტნია? მაგიტო დაიწყო მესამე მსოფლიო ომი. რა გინდა წონის შე. მოი დაამთავროს ანასტასიამ ჭამაიდა. იცი რა ეს შუაგული არის ისა? საშიში. იცი რა მაინტერესებს? შენ რამე არის? მე ვკითხავ, მე საქმეს გავაკეთებ, არა უშავს. რამე არის, რა შენ არ ჭამ? არაფერი. არა, მართლა არაფერი. გასაგები. ანუ არ არსებობს საჭმელზე თქვა რომ ფუ ამას არ შევჭამ. იცი რა? შეიძლება ვთქვა რომ ცუდია, მაგრამ შევჭამ. მართლა? კი. ოკეი, მე ერთხელ ვიყავი კახასთან. არა, ვიყავი კახასთან და მე დამპატიჟეს კორსიკაზე. კორსიკა არის იტალიასთან, ხო. ჩვენა ავნევში, კარალეთში, აქ გვეპატიჟებიან ხოლმე. გაჭუებული ოჯახი და ვინც ავარ. დიდარი რო იქნება, შენს გაიგებ ეგ ამბავი. კარალეთში ნაყოფი ხარ. და ატენში. ნაყოფი ხარ. ბოლოში კორსიკაი აიგუცი. თან ის იყო კორსიკაზე დაპატიჟეს, თითქოს აქ გზაში გადავიდა ჩემი. ვია გისმენთ? და იქ არის ყველი იმითი პიანინოთი. მატლით არის ყველი. და ის მატლი ცოცხალია. და შენ ამ გემრი. ხო მე ვერ მე რა ჩიკომ ჭამეთ ზვიგენის ხორცი მანქანის ზეთში შემწარი აფრიკაში და მაგაზიკით მეგონი აღარაფერი აღარ არის. ზვიგენის ხორცი. ხო, ის კაცი იძახდა ის აფროამერიკელი ჯიგარი რომ ეხლა რომ მოვჩები ამას მანქანაში ჩავასხავ და სახში წავალ და რომ მიდიოდა მე ის უკან ასხავდა. და რა ვიცი რა. ზვიგენის ხორცი მაქვს ნაჭამი, მაგრამ არ იყო მფლად აი ვაიმე რაღაცა. არა, იგივე. შველის ხორციც იგივეა. დათვის ხორციც იგივეა, შვლის ნუკრის ნაამბობის. შვლის. შველი ვინ არის? სტოპ ხალვაში. ბემბი? აჰა. არა, მეფე ლომი, ხოჭე. მაგრამ როგორ შეიძლება შენზე მდიდარ ადამიანთან? ვარა მაქვს შეიძლება. ნებისმიერ სტუმარს კითხე და მგონი რომ ეგ არის. არა ვიცი. სხვაშორის ერთად ადამიანი რომელიც არ იმჩნევს თუ არ არის არ ვიცი, მაგრამ ნახე რებს აკეთებს, ამ ყველი აქაჭამა რამდენარი ადამიანი შეჭმა. ხალო აგასინჯა როგორი იყო. რანაირად მდიდარი ადამიანი გაგატნევთ. გამატანი. რის მაშინე? არაფრის საშუალება არ არის. სახში წავიღებ, რა პრობლემა? დადე, მაგარეთ სუდბეთში ხარ ოღონდ. იმენა საშინელება გააკეთე. ეს ხო ცონა აქვს? ცონა, მიდი ცონა დადე. 8 კილო იქნება ეგ და ის იქნება 200 გრამი. არა, მაგდებს ისე და ხო აი. ჩი. რამდენი? 3 კილო ძერი არის. 300 გრამი კი. რასამ, კაი. 300 რაღაც. არა, მე ხა შენ გამოცდილება გაქვს. 200. 4 კილო. ეს ხო ის რაც არის, ეს არაჭამო. მასაც მოიცა. ბარემ რა, მაინც უფასო არის ეს ყველაფერი რა. გული არ შეჭამო. მადლობა, ამდენი კი ვიცი. ხო, მაგრამ მე ვიცი რა უნდა ვჭამო, მაგრამ რატო არ უნდა ვჭამო, ეგ არ ვიცი. ან ძალიან ისე წარეა? ხო, თუ ისა, აი კიტრის გულიც არ იჭმევა, იცი? მაგარი არის. არა, კი ისე იჭმევა, მაგრამ არ არის ასე მანო. მებითი ღირებულება არ გააჩნია? აჩიკო, 4-2. ხო, 3-2 ხო იყო. კიდე შემოვიდა 4-2. 4-2 მოვიგე უკვე. არა. ყველი მეაყოლე. მიაყოლე. აი ეყო მეაყოლე ყველი. ეს რა, პური მოვიდა, ნახე, როდის მოვიდა პური რა.
ანანასთან ყველი მიაყონა. ამას უფრო უხდება. ახალი კომბინაცია. მე არ ვიცი შენ რა ლოგიკით აირჩია. ძალიან უხდება. გეფეცები. შენ ანასტაზია, მართლა რა მაინტერესებს, აბა. აი შენი ყოველდღიური ცხოვრება, რომ გამოდიხარ აი რას აკეთებ. აი, შენ ხوار გამოდიხარ, ჩვენ გამოვდივართ ხალხი და ფული უნდა ვიშოვოთ. ეგ არის ჩვენი დღის რუტინა. აი, შენ ხო ეგ არა გაქვს და. აი რას აკეთებ? ბანკებში მიდიხარ და გადაგაქ ეს ფული, ხანქით ხანახეთ? ხო, დაახლოებით, ხო. და ისე, მაგრამ მე ხან ლილოზე მივდივარ, ხან რაღაც, ანუ შენ რას ფიქრობ, ანუ მე მდიდარი ვარ, იმიტომ რომ მე ზოგავ ძალიან ბევრს. ჟმოტი ქვია მაგას. ხო, ნამდვილად. არის კი სხვა დეფინიციებიც, მაგრამ ამიტომ ჟმოტი ქვია. ნუ შენ დარკვი რასაც გინდა. რასაც არა. მაგას ქვია სოფო ხალვაში, ეგ ხო გითხარი. მაგრამ იცი რა, ხო მე ერთხელ ვიყავი ლილოზე და ვიყიდე ძალიან ბევრი ხელოვნური ბანანი. რად გინდოდა? რაღაც ტროპიკულ ღონისძიებას ვაკეთებდი უნივერსიტეტებში. ხო, ხო. და ერთი არა გაქვს. ხო, არ არის ეგ შეცდომით. და ძალიან დიდი იკეის ჩანთა მქონდა ლურჯი თუ იცი ეგეთი. და სასი ხო, ის ბანანით და ვიღაც კაცი მოვიდა და მეკითხება ერთი მომე რა. და მე ვერ ხვდები ანუ რა უნდა მას და ანუ ერთი მომეც და მას უნდა და მას ეგონა რომ მე ბანანის გამხიდველი ვარ და ჩვენი უნივერსიტეტების საბუთები თუ არა არაფერი არ ვაჩვენე და ძალიან მიყვარს ლილოზე სხვადასხვა სიარული რომ არავინ არ იცის მე ვინა ვარ და ვევაჭრები ხალხს და საერთოდ ფიქრობ არ გიძახე რომ ეს იმის ამას რა ფული გაუჭირდა აჰა მაგრამ მე ფიქრობ თუ არ ვაჭრობ ეს არის რაღაცა არასწორია მოკლედ ლილოზე უნდა ივაჭრო ხო იმიტომ რომ იციან იმათ ხო იმათ ბაზარში თუ დადიხარ ხო დავდივარ ხო? ის უბრალოდ დეზერტის ბაზრობა კი არა. მაგრამ ხო. რო ევაჭრები ეგეთ ბაზარში. არა, თბილისში აღარ. აბასად. ბაზრობა. ბაზარში გეტყვით, იმ დღეს არის ხო ხველი და გადავედით ბაქოში ბაზარში მივაჭრე რო არ ვიცი თუ გადმოვედით ისე. არა, მაგრამ ხო, იცი რა, უფრო ხშირად ხშირად გამოვიძახებ, ან მე არ ყიდულობ, ჩვენი დახმარე ქალი ყიდულობს ეკონს. მაგარ. გული გამისკდა მეთქიო ეს სიმდიდრეს რა დაკარგათ ხო და აღადგინა ისე. ეხა ვისი ჯერია? მაგრამ უკეთრად ეს რო პლასმასის თებში არა უშას მე რო ფასსაც რო დავჭერი. რა ვიწინაზე მინდა დო? ანასტასია თუ? არა, სულ ერთი არა ის. მახარ დადე ხო. რამდენია? 3 გრამია სხვა. დაჟე. ხო. დიდი და დაასვი. მოიცა? რა 4 გრამი იყო და ჩეთერობს. 3 არა, 3 ისევ არის 3. და არა 3 ხრე ხლა არის 3. რა 3? ჩემი რამდენი იყო? 3. არა, წეგან იყო 3, 1 რაღაცეები გააკეთა. რა გავაკეთე? ხო, კაი. რა? არაფერი. ცო უკვე შეიძლება რა შეჭამო. 7 არის მისი ახლა. 7. გამოვაჭამე ნახევარი პური. კაი. ეგ რა არის აჩიკო? ხალვა, ჩემს ეს პატარავით. ზესუმზე ისაა. მოიტაშე ჩემ პროდუქტი. გაიმაზა ეს. ნიჩია. აუ, აი ეს ყველი ხა იღირებოდა ალბათ ეს 15 ლარი და ამაზე ბანძი ყველი არ არსებობს პროსტა. მაგრამ ცუდი ყველი არ არის. ვატრობ თქვა რომ ძალიან ცუდია. საშინელება. რატო ჭამაშინ?
მე ხო გითხარი. მე მგონი რომ ორივე მოყევით როდის იყავით ბოლოს შოპინგზე და სად? მე ორივე მოყევით სად იყავით შოპინგზე და მე ალბათ ერთ წელი ეგრე მაცვია. არ ყოფილი ერთი წელი არ ყოფილა არსად ალბათ. შოპინგზე არ ყოფილი ერთია? გეტყობა, არა? ხო, მე კვიპროსზე ვიყავი და მე სად ინახავ მაგდასაც მას. უკეთესი პირობებისთვის და არა რაღაც აი ეს. გაზარა ლილოში ალბათ. ლილოში რო ჩაიცვა ხოლმე არ გეუბნებიან ეგეთი მქონდა სად იყიდეო? ხშირად ხალხი მეკითხებენ რომ მაგალითად ეხლა რომ აცვია რაღაცა ვარდისფერი და კიდე წინდები ვარდისფერი და ეს თემუზე გამოვიწერა. იაფია და რატო უნდა მისცე ძვირი, ხო? ხო, გეტა. სხვათა შორის ჩემ მეგობარს ჰქონდა იდეა რომ გერმანიაში ან ხო, ნუ უფრო ბერლინში ამას უნდა გავყიდოთ როგორც ჩურჩხელზე საუბრობ. ხო, წმინდა ხო? ჩურჩხელზე საუბრობ. რაღაცა ხრიკი აქვს. არა, ხრიკი კი არა, ხვლიკი. გაანებე თავი. ხრიკი არის ის რაც შენ გაქვს იმაში. არ ვჭრი ეგ ჩეთი არის და არ შეიძლება რა. უკაცრავად. იმენაჩი. არა, დაიხა მაინც. უკე. მაგრამ შენელებული იქნება ყველა შენი მანიპულაცია შენელებულ კაცში ვაჩვენებ. დამავიწყდა. დავიდა? 4 გრამი სხვაობა. კაი. მე უკვე გრძნო. 30. ეხლა ხდება ესეთი რაღაცა, ანასტასი. დისკვალიფიკაცია מחარას. ხო. იმიტომ რომ შენელებულ კაცში ვაჩვენებ შეამოწმა და მე მოვაკმიტა პირიქით. არა, პროსტა მოვაგრიჯე. პირიქით მეც მოვაგრიჯე. ხულა ჩაითვალა ანასტასი. რა? და ბოლოს მიყვარყარ. 4-3 და გათანაბრების შანსი არის და მე ბონუს ტური იქნება ეს. ანუ რანაირად, რომელიც ნაკლები იყო, იმას მოვაჭამე კიდე. მადართი. ძალიან კარგი დღე. მიუხედავად ამ ყველაფერს. ყველაფრისა? ეს ნამდვილად სახში წავიღებ. შენიც. მიუხედავად რომ შენ ხელებით მე რა დისკვალიფიკაციას ხო ვიმსახურებ? ოკეი. შენი ცხოვრება არ გაგაჩენია? აჰა. იცი რა, შენ მე სხვათა შორის დარწმუნებული ვარ, რომ შენ ამაში ხარ, მოკლედ შენ იცი რაღაცა, რაც უნდა გააკეთო და მე უბრალოდ სენსეის მაშინ ჯერ არ გავჭრი, ცოტა ხანში გავჭრი, რომ შენ გაჭრი მერე. ოკეი. ამდენ ხანია მადარტია და გემო არ გაუფუჭებია, ბიჭო. არა, მართლა მე ძალიან არა, ყოჩა. კი, აპატარავებენ რაღაცეებს, ვითომ იმის ხარჯზე, ფასის ხარჯზე ხა ფასს ვერ აუწევენ და აპატარავებენ და მაინტერესებს ის პერაშკი რო გაქრება, მე რას იზავენ. ხო, მაგრამ ანუ შენ როგორც კლიენტი რა გირჩევნია, ფასი რო გაიზარდოს თუ ის უფრო პატარა გახდეს? ფასოვებენ იგივეს. ფასად. მიასნია რომ დაპატარავდეს. ხო და მაგას ვია, თავი გამოვიყ. ეს რამეს გასწავლე სენსეი. ეს არის ზუსტი ოთხკუთხედი ფორმა. დიაგონალზე თუ გაჭრი, თითქმის იგივე იქნება რა. ნახე შენი, მაგრამ მე ესე რაღაცა გამიჭირდა და ვიფიქრე რომ შენი ჯობა. მიდი დადე. ხალხა. ჰა? არა, ჯერ წეგარ მე სამჯერ მევწონე ხა. წინ ხარ, დამშვიდე. რა მნიშვნელობა ქაწონა?
რატო? იაწონი რა შემოშალა. აუ მე იგო შეჩება მაშინ ა? მაქსიმუმ გათანაბრდება. არა მე მინდა გითხრა რომ პირში დავდე ეს, მაგრამ უკან დავაბრუნე, არაფერი არ გავაკეთე. პირში დადე? ხო. პირში დავდე რა ქართულ. პირში დავდე არ არის? პირში გააჟღერეთ, გასაგებია. თქვი მახა. დვესტი პიისიათ. 250. ზუსტად? ხო. დიახ. ისა? გავუშვებ. არა, მოიცა რანაირად ერთ წამი. 12 თეთრი, 12 გრამის 12 თეთრი. 258. ერთი გრამის ხვაობა. მოიგე? კი. აა 4 5 მოიცა ბონუს პუნქტს არ მიყავს და რა თქმა უნდა. სხვათა შორის არ შევჭამ მას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა. დიეტაზე ხარ? არა, ხო, ეხლა ნახევარი პური შევჭამე იმ ყველით. უბრალოდ მე ვაკეთებ თავისებურ მარხვას. მე არ ვარ რელიგიური ადამიანი. უბრალოდ მომწონს მარხვა, როგორც იდეა, რომ შენ რაღაცა შენ თავს აძალებ და შენ რაღაცას არაკეთებ და მე 47 დღის შემდეგ რაღაცას მიიღებ ამ მოკლედ რაღაცას რაც მოგწონს. უარი თქვი ნაბეღლავს. ვაიმე. ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი იყო ჩემთვის. კოკა-კოლას თქვი უარი უცლების წინ ყავას, რაღაცა და ცელს ვიფიქრე, ოკეი, რითი გავართულებ და ნამცხვარს უთხარი, რაღაც დესერტებს უთხარი, უარი და ძალიან რთულია. ახლა შენ რას უთხარი უარი? მე კიდე კი, ყველაფერზე დაბრუნ არის. მოიტა შევჭამა. შეიძლება არაფერი მაქვს და ეხა იქაც რო უარი უთხრა. აი ხიზილას უთხარი უარი. ასატრენის მწვადებსა. რავი, ძვირიანი ყველი რაც არის, უყველაფერზე უარი მაქვს რა თქვა მე. ღვინოები, ძვირიანი, კონიაკები. რავი. აუ ეხა რომ მოიგო სირცხვილი არის, მოგებული ხელი ამომიღე ჯებიდან. ნუ იდი ნახვია სამართლიანად ეხა. შენ უფრო პატარა რომელიც იყო, იმას მოახმიტა კიდე? ხო, ისეც გინდოდა რომ მოეგო ანასტასია. იმხელა იყო გრამები. პატარა რომელიც იყო, იმას მოახმიტა. ნუ იმიტომ რომ მოეგო, ხო, რომ გათანაბრებული იყო. აბა პრეტენზიები რატო დაიწყე? რაზე? ხო, არ ჩამითვალა. არა, ბიჭო, არა სამართლე, ქულა არ ჩამითვალე რა. დავეხმარე და მაინც ვერ მოიგო და. კი. ეს არის მედი გადაჭერი. ფინალი, ბონუს რაუნდი. ჯერ უნდა ეხო ვარვარი კი არა ვარ, როგორც მიიღაცან. რა ხარ? ვარვარ. ვარვარ რა არის? ბარბარა სტრეიზენ. ვარვარე გავიგე და ვარო. მიდი გაჭერია, მამ. შენ აშკარად ეგ უკვე გაქვს გაჭრილი ცხოვრებაში. პირველად ნახე ბავშვი ბანანი. არა, ეგ რო ხომპილიყო. ეს იქნებოდა მხოლოდ ის რაც გაქვს ნანახი. ანუ ცოტა სხვა ლოგიკა არის იქ. ბანანი და მაიმუნი ნახე ვიდეოში ის მაიმუნი რო ეფა. გაჭერი. გაჭრი. ხოც ბანანი როგორ იჭრება ესე გვერდულად ესე. სუფრაზე ეგრე დეებს ხოლმე. შენ როგორ ჭამ სხვათა შორის მაინტერესებს შენ რო ხსნი ბანანს? არ ხსნი, ყლაპავ. როგორ? ეგრევე? კუჭით ხსნი. მეორეთი ჩემი ძა ვჭამო, იმიტომ რომ გამოდის გახსნილი გამოდის. საიდან გამოდის ბოდი? კუჭიდან. შენ ესე პირდაპირ. ნუ წესით. ხო, ნუ ეთყობა. ჯერ ვალბობ და მერე ვჭამ. გაჭერი. რას ალბობ? გაჭერი. რას ალბობ? ბანანს. მე მეკონა ტრაქსავა. ალბობს ჯერ და მერე. მოიცა, ეცამი, სანამ გაჭრი. ეხა შენ გაგწნას ვაპირებ. არა. არ ვაპირებ, რა გინდა? ნახე, ის ნახე, ყველაფერი ეჭვებში არ ვაპირებ გავხსნას. პროსტ ავიღებ, დავდებ და გავჭრი, რა გინდა? რაღაცა საეჭვო კაცი მაგიტო ხარ. არა, მე. არა. მაგას ქვია კაცი, მაგრამ და შენ ხარ? არა. გაჭერი. ეს შენ რასაც აკეთებ? მაგას ყუნწი აქვს იქით. ხო, მაგრამ კუნცი ხო ცონა აქვს. ნო, ოკეი. ეხლა თუ არასდროს. არასდროს.
იცი რა, მე მაინტერესებს. შენ რო ეგეთი საერთო ვიყარ, როგორ ყავს ამდენი სპონსორი? იმიტომ შენ ალბათ არ თანამშრომლობ არჩი არის უფრო. მე ვერ ფულს ვაძლევდი აჩს. შენ არა ბოდიში. შენ აძლევდი, სად აძლევდი? შენ რას ფიქრობ, როგორ მოვიგე ეს ექსტრა ფულა? 500 ლარიდან ბევრი ფული თვითონ 500 ლარიც არ არის და განამდე აძლევდი. 12 ლარი მიეცი რომ ეგ ფულა მოეცა? გონია აჩი ეგრე დაცემულიყო. მიდი, ეთი 400 კილო. დადვი? ახლა ბანი ძირს დადე. რატო? ძირს დადე. როგორი აი ესე მიჭირავს? არა, ვიჯო. 1 2 3 გაჟდა. 3 გრამი. 3 გრამია სხვა. არა, ნამდვილად 3 არის? რა საკეთებს ახლა? 3. არა, წეგანდელი ხდება. 2. მაგრამ მაშინ გადადე. აჰა. ცენტრში იყოს. всё. რა საკეთებ? 4 გრამი. გასწრი. ეხლა ეგრე ვეძებ, წერტილს. დავაფიქსიროთ. ხო და წეგან ხო იყო 3, 4 გრამი. 3. 3, აი. ხალვა იკრა, ძმაო რა, არ გავასუფთავო. ანახე, აჩვენე ხალხს. შენი ზომა ეგ, ხო? არა. გავში. რამდენი? 3. ოღონ მართლა 3 არის. აი ნახე, შენ არ გინდოდა მე რო აკრო ყოფილიყო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ეგ ხო არის. ვახჩი. ბანანიც არ უნდა შევჭამო? ჭამე ბანანი, მე რა შენ თუ აგზავნო, არა ჭამა მაგრამ. არა, მე არაფერი. შენ არასდროს არაფერი არ აგძალე შენ თავს, რომ აღარს რაღაც ვაკეთებ. ეს პერიოდი ღამე ჭამა აუგზალე და მე ისე დავიწყე. ლობიო იყო. ლობიო გიყვარს? მიყვარს ძალიან. ფიტნით ოღონდ. ფიტნა უნდა დამატო. ჩემი ბებიამთილი არის რაჭველი და ფიტნით აკეთებს. ბებიამთილი რა არის? აი აბა რა არის ბებიამთილი? ან დედამთილი ან ბებია. ბებიამთილი ერთი სამი ოჯახის წევრი გააერთიანე ერთ სახელში. რატო ბებიამთილი არის ჩემი ქმრის ბებია. დედამთილი, მამამთილი თუ არის, რატო არ შეიძლება რომ არსებობდეს ბებიამთილი? შენ მოიგონე რაღაცა? ხო. ზოგადად ხალხი ვისაც მაქვს კონტაქტი და ვისაც ლაპარაკობ ეგრევე ხდებიან. რა არის ბებიამთილი? არა, მეთქი დედამთილი უნდა გეთქვა და მე ბებია და მეთქი არის ის თქო, იმიტომ შენსაც ხო ვერ გაიგებს ადამიანი და წყლიცავს ბოთლი გავჭრათ. მინდა გითხრა რომ უკეთესად გამოიყურები, რაც გამოიყურებოდი ზაფხულში. ზაფხულში არა, შარ. მაშინ უფრო შილიფად მეცვა. რა? შილიფად მეცვა, ანუ გახდილი მეცვა თუ ისა, გახდილი მეცვა. შენ ეხლაც ხარ საკმაოდ გახდილი. ანახე ხალხს შენი ძუძუები. არა, მე ეს ცოტა შეიძლება. ეს თქვენ ტუალეტს გახავდია? მადლობა. ალერგია მომცა. რა? რაღაცა მომცა ძალიან დიდი ალერგია. მეგონი ამან. მე მეგონა მე. გინდა ერიუსი? რა? ერიუსი გინდა? სირიუსი. სირი ხარ შენ? მე ვამბობ არა, წამალ. სირიუსი. რატო მაგინებ? რატომაც არა? ვინ არის დამშლელი? აი, ეხა წავაგებ შეჩება რა. დავდო? არა. ვის დადება? შენ. ოღონდ ანასტასი აკონტროლე რა რაღაც იმენებს. გაუშველი. რამდენი?
1 გრამი. 1 გრამი არის. არაკლინოს. შენა ფული მოჯიშე. შენა. აა, ტიგა. 1 გრამი იყო და შეიცვალა. 4. და ის ნახე ეძებეთ ახლა. მე სუპერხებზე კიდე. აუ რა ძალიან მეწყინა მართლა პირველად მოხდა რომ წააგე. ხო, ხედავ. აუ, აი ეს ტუალეტ, გადაჭრილი ტუალეტს გავავდით. ამასაც ავიღებ. სოციალს წაგებული არ არის ამ განაცემაში. 4 გადაჭრილი ტუალეტს გავავდი, სუხარიკები, ნაპოლეონის შუაზე გაჭ აბსოლუტურად ყველაფერი იდენტურად გაჭრილი არის შენი. ვაუ, იეი! მე დიდი ვფიქრობ, მადლობა. რომ ეს უკეთესი არის ვიდრე 500 ლარი. აუცილებლად. მე არ აი ამ ძებს რო გადაიგდებ ადამიანი, ნახე ბიჭო, რა ფერი აქვს ჩემი. ხალბატონებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით, ბედნიერება, სიყვარულის გაზაფხული მოვიდა, შემოდგომა ზამთარი რაც არის. ანასტასიას ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რაც უნდა ვერ ვიტანდე. ძალიან კარგი და სასურველი სტუმარია ჩვენთვის. ოქრო ადამიანია და მიუხედავად იმისა, რომ ესე უტიფრად იცის ხოლმე შევაწყობის მიყენება, ჩვენ მაინც არ ვწყინს. და გოგოებო, მე მინდა გთხოვო, რომ იყოთ ბედნიერი სულ და თუ საერთო კაცებთან რაღაცა არ ხედავთ საერთო კაცებთან ამ ზუსტად ამ საერთო კაცზე არ ვარ. კიდე კაი, არის ის ქართული კარგად? ვერ გაიგეთ რა თქვა? როგორ ახართო, როგორო? ღირსები ხართ, რომ ვიღაცა იყოს თქვენთან ზორად და კარგად, მოკლედ. ღირსები ხართ ისე იძახის თითქოს ანუ კარგს იმსახურებთო. ყველა კარგს შენო სადაც დაპლანეიო. ყველაფერს კარგს იმსახურებთო. ზაფხული მოვიდაო, კაცი ყავითო. და ჩემ პირში ნუ იდებ სიტყვებს. ნუ დებ. რას? ლოცვა? არა, შენ პირში მე ვიდებ რა არის. სიტყვებს. შენ იყო საგარეო ურთიერთობებში უნდა იყო მე მგონია მართლა აი მაგრამ მე ინგლისურად უკეთესად ლაპარაკობ. არა საქართველოს ქართულად როცა მოგიწევს გამოსვლა მე მაინტერესებს თარჯიმანი როგორ გადათარგმნის შენ სიტყვებს რომ აი ჩვენ მეზობელი სახელმწიფოებად თქვენ პირში ჩვენი იდოს და ერთათავად და ჩაიდეთ სათაოდ ყველა პირებში ნუ იდებ. და ვიყოთ მეგობრები მეგობრულად აიღე და დუდღნეთ სულ აი რას? აი, მაგას გეუბნები, რას? აი, ერევანმა დუდღეთ იმ ხო და მეგობრებო, მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა ჩვენგან. ყაში. შენ სიტყვით გამოსვლის მერე დაიწყებოდა მესამე მსოფლიო ომი. იმიტომ რომ ნახევარი მსოფლიოსთვის გექნებოდა პირში დალაგებული, იმიტომ რომ ალბათ სხვა რამის თქმა გენდომებოდა. ძალიან დიდი მადლობა მიუხედავად ამისა. ნუ კაი, შენც მომეცი არა უშავს. ნო, ოკეი. ყვავილები გადავცეთ ანასტასიას მომავზადოთ ყვავილები. აქ რა ყოფილიყო ყვავილები, მაგრამ ვერ იყიდა იმან. იმიტომ რომ ვერ გააჩერა. რას? აუ, ისე დაიწყო თავიდან. რა ვერ სოფო ხალვაში. ყვავილების აჩიკო რომ მოვიდა ანასტასია რახან პირველი გოგოაო ჩვენთანო. მოდიო ყვავილები ვაჩუქოთ. მეთქი ძალიან რვა მარტი. ხო, მეთქი ძალიან მაგარია მეთქი აჩიკოთ, ხო და მე მოაყოლა ამას რომ ვერ გამაჩერე ყვავილებთან რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო. გრაფიკულად ამოვა. გრაფიკულად ამოვა. გაშარე. აი გოგოა. ვაუ. ეგეთი დიდი ჩემთვის. ისე მომეწონა ძალიან ბევრი ფული შენთვის. ეგ ფული ღირს ეგეია, ეგრე ხშირად კი არ ვაკეთებ. შენ ახლა გიჟივით იქნებ ხელებს და მე აქ ყვავილები გამეშავა. არა, თვიმა იყო ფულიანი. შენ უბრალოდ შენ ეგისეც შეგიძლია, გრაფიკის გარშე შეგიძლია შენ შეგიძლიათ ყვავილები მაჩუქო, რა არის?
მაგრამ თული იყო რა შენ შეგიძლია წვიმების ფული მიდი გამოუშვი მიდი თან სემესტრის დამთავრება უწევს გამოუშვი აპატიეთ როგორ მე მინდა ანასტასიამ თქვა რომ ერთ სემესტრს გაათამაშებს არა რა რომელ უნივერსიტეტში ეს ხო იცი რომელია აი ლილოშიო დაზის და ფასებს საწყა ხალხო ფასებს აკრე ეგ ვიხუმრე ხო ხდებით ანუ ესეც მიაკ ნახევარი მაგრამ თქვა რომ კამერას გაათამაშებს კაი ბიჭო აკამერდა ეხლა ჯიბებში ყოფ ხესა ყველაფერი მომაცალა თქვა წაიღოთ ხო ხო მე სამწუხაროდ არაფერი არ მაქვს რაც შემიძლია რომ გაჩუქო რა შემოტია ვაიმე აი რა გინდა რომ გაჩუქო და იფიქრე ახლა აროჩე ერთი корпуსი რო ჩამოაჭრა შუაზე რომ გავიშო ის აი უნივერსიტეტი აიღე და აი შუაში ესე შორიდან აი ესე ხელი დაიჭე და შუაში რო გავჭრათ და ერთი ნახევარი იყო შენი აზრი არა აქ რომ რასა აცელე გეცაკრაც გიყურე რომეს მოცემ მშობა ოღონდ უთხრათ რომ ხალხი რო გაიწიოს და შევა ხალხი ჩაჭრა შუაში მე მაგრამ ყველაზე გულუხვი ადამიანი ხარ იმიტომ რომ რაც გაქვს ეს უფასოდ ეს სიყვარული აი გადასცემს უყველას რაც საცოლე ვიტყვი თანხებზე მინდა გისურვო იმდენი ფული რო აქ რომ მოხვალ გრაფიკული დიზაინი აღარ დაგჭირდეს აი ესე ფულების საყრელად და მართლა მოიტანო ერთხელ და ეს ჰაიპი რომ ვითომ შენ ფულიანი ხარ ერთხელ სამუდამოდ დაანგრე იმიტომ რომ მე მგონია რომ ჩემზე ბევრად გაჭირვებული ხარ და აი ქამაკ ეხა ერთი 10 ლანი მეგდო უარს ვერ გეტყვი ვიცი კიდე კაი არ მიგდია ეხა სპეციალურად ვითომ არ მაქვს თუ რაღაც უბრალოდ ფულს ამან გამარ დაგემში და ვეთ მეგონა გილოცავთ რამაც რავალ ძეს რო ამოვიდა სტაიაში ფორმა გაიხადა და ისე ამოვიდა ნახევარს დაბლადგა ფულს შოულობდა ის ორი მომიკითხე კლინგ კლინგ ბელოკები აუცილებლად შენ ზუძუებზე მე შენ ხო გინდა მეორეზე გააკეთო პირსინგი და ერთ ზუძუებზე და მეორე ზუძუებზე გააკეთე ერთ ბრელოკი და მეორე და კლინგ გინდა იგივე მილილიტრი გაგიგეთო რძე აქ და ჩუ მე ხალვას და ნაპოლეონს ავიღებ. და ნამცხვარი აკრძალული აქვს. არა უშავს სახში მყავს ვინც შეჭამს. შენს წავიღებ. ეგ სხვა შორის ძალიან კაი კადრი იქნებოდა, რომ არავინ არ დაგიჯერებს. ხო და ეხლა გადავიღებ. მაინც ხალხი ფიქრობს, ანუ რა არ უნდა გავაკეთო, მაინც ხალხი ფიქრობს, რატომღაც რომ არ ფიქრობ. ხმაიცენ და მარტო რა. შაო კადრზე იყო.